ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი. მე თენგო ომანიძე გახლავართ, ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მაია, მადლობთ რომ ხართ ჩვენთან ეთერში. სასაუბრო ძალიან ბევრი დაგვიგროვდა იქიდან გამომდინარე რომ მე მგონი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილხართ. დიდი ხანია და ძალიან მომენატრა, ძალიან მიყვარს თქვენთან სტუმრობა. კი ბატონო, ჩვენს მაყურებელსაც ძალიან მოენატრეთ და ძალიან ბევრი თხოვნა შემოგდიოდა რომ თქვენი მოსაზრებები გავაცნოთ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე. მონიშნული გვაქვს დღეისთვის როგორც საგარეო საკითხები, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს საშინელი ომი, არაერთი უკვე, რომელიც ძალიან გვიახლოვდება ნელ-ნელა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც. ეს თემები ალბათ ერთგვარად გადაჯაჭვულიც არის, ხო, ერთმანეთთან. პირველ რიგში მინდოდა შევხებოდით საკითხს, რომელიც წინა კვირაში მოხდა და ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი, გულისხმობ მარკო რუბიოს ზარს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. თითქოს არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ზარმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ კუთხით, რომ მეორე დღესვე ჩვენ მოვისმენეთ ირანის ელჩის გამაფრთხილებელი განცხადება, რაც აღიქვა საზოგადოებამ როგორც არის გაფრთხილება, მუქარა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შინაარსი ნამდვილად ასეთი იყო. და შემდეგ უკვე რაიმე განმარტებები მთავრობის მხრიდან ან რას შეეხებოდა კონკრეტულად ეს ზარი, რა საკითხი განიხილეს, რა მოგთხოვეს, თანხმობა განვაცხადეთ, თუ არის განვაცხადეთ, ამაზე არაფერი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. როგორ ფიქრობთ, აი ზოგადად არის თუ არა ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა და თქვენს დაგიტოვათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ შემდეგ უკვე ირანის მხრიდან გაკეთებული განცხადება და ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება ამასთან არის კავშირში? ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ მართლა და ძალიან მოახლოვდა ის ცეცხლი, რომელიც ახლა მსოფლიოში გიზგიზებს და ჯერ იყო ეს მენტალური იყო გონებაში, ჩვენ ვუყურებდით გაოგნებული იმას, რაც ხდებოდა, ანუ იმ სიგიჟეს, რომელიც აი ესე ცეცხლივით მოედო დასავლურ საზოგადოებებს. პირდაპირ ესე ვიტყვი, დასავლურ საზოგადოებებს. აქ გულისხმობ იმას, რომ ხალი ესე იგი სქესის გადაკეთება, სქესის შეცვლა, ანუ აი რაღაც ეცით როგორ ეკლიანი ნიჩიანიზმი რა, რომ კი ადამიანი ყოლის შემძლია და მართლა ყველაფერი შეუძლია სქესიც და ადამიანს ნახეთ რა სადამდე მივედით, რომ ადამიან ჩვენ არა, მადლობა ღმერთს, ადამიანს შეუძლია სქესიც კი შეცვალოს, ანუ შემოქმედის გეგმებიც კი შეცვალოს, არა თუ ღმერთი მოკვდა, არამედ უკვე ადამიანია ღმერთი და მას შეუძლია თვით ადამიანი მოკლას ადამიანში. აი აქამდე მივედით. და გაიყო საზოგადოებები ფაქტიურად ადამიანი ის, ვინც ადამიანის მოკლას აპირებდა ადამიანში, მთლიანად მენტალური გარსის მოშორებას პრაქტიკულად და დატოვებას, ახლა ტრამპმა რომ თქვა, რომ ირანს ჩავა, ნახეთ, ესე იგი ჩავბომბავთ ქვის ხანამდეო, პრაქტიკულად აი ეს დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი მაგრამ დავაბრუნებთ არ უთქვამს, ჩავბომბავთო, ნახეთ, ანუ აი ამითიო, აი ამ დაბომბვითო მივიყვანთ იქამდეო. და ნახეთ, იგივე, აი ჯერ პირველი საფეხური იყო ეს მენტალური ომები, ხო? ადამიანის ჩაყვანა და ჩატენვა ხდებოდა პირველ ყოფილ ადამიანამდე, სადაც არის მხოლოდ სექსი
და გამრავლების უნარი უკვე აი იქ მე არ ვიცი პირველ ყოფილ ადამიანს თუ არ ქონდა სქესის შეგრძნება მე მგონი იქ ძალიანაც ქონდა მაგრამ აქ ნახეთ აბსოლუტურად გადაწერა მიდიოდა თუნდაც იმ პირველ ყოფილობის როდესაც რაციო არ არის ცხოველური ინსტინქტები ცხოვრობს ადამიანი მაგრამ იქაც კი ყველაზე დიდი ცხოველური ინსტინქტი არის სქესთან იდენტიფიკაცია ხო ყველაზე დიდი გამოკვების გადარჩენის მაშინ იყო თუ იყო ყველაზე ძლიერი მაშინ იყო იმიტომ რომ მამონტი მოკლა მიიტანა სახში და ოჯახი ყავს. ანუ მამაკაცი და ქალი იქ იყო ყველაზე მეტად გამიჯნული. და აი ნახეთ როგორი გადაწერა წავიდა პირველ ყოფილ ინსტინქტების დონეზე დაბრუნება, ოღონდ სქესის ამოღებით ეს მე ხო არც ერთ ანტიუტოპიაში არ წამიკითხავს ეს. ნუ ეს იხსნება იმით, რომ მსგავსი არაფერი. პირველ ყოფილ ადამიანს ჭირდებოდა ეს, ანუ მაშინ მამაკაცის დომინირება. ხო და ნახეთ იყო რომ მამაკაცს უნდა ენადირა. დღეს აღარ არის ამის სამოხმარებლო საზოგადოების შექმნა ატომიზაცია ზუსტად ღია საზოგადოება ნახეთ თავის უკიდურესი გამოვლენებით. ანუ ეს ომი, ეს ცეცხლი უკვე იყო. მაგრამ შეხედეთ მოვიდა თითქოს ახალი გარბაჩოვი, ახალი პერესტროიკის ავტორი ტრამპი, რომელმაც აი ეს თითქოს ეხლა უკვე თითქოს ვამბობ. ეს მენტალური თითქოს გადადო გვერდზე, მოიშველია ღმერთის არსებობა მოიყვანა ამერიკულ პოლიტიკაში ისევ და ნახეთ დაიწყო უკვე ფიზიკური ომები და ამ ომებმა აჩვენა საბოლოო ჯამში საოცარი ცივილიზაციური განხეთქილება დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროს შორის. დასავლური სამყაროს აბსოლუტური გაცრეცვა, იცით, გაიცრიცა როგორც მენტალურად, რაციონალურად, პრაგმატულადაც წარმოიდგინეთ, პრაგმატიზმი იყო მათი დამახასიათებელი და ისიც ხა ვერ ხედავთ ხო 40 სრუტეში რაც ხდება, ამას პრაგმატიზმთან საერთო არაფერი არ აქვს. მანამდე უკრაინასთან მიმართებაშიც რაც ხდებოდა არც ის იყო პრაგმატული და რაციონალური. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, აი აქ თითქოს ფანატიზმშიც კი წავიდა რელიგიურ ესქატოლოგიური ხედავთ რომ ჩაფენები ამ ყველაფერს აღდა მე თუ მკითხავთ სადღაც ფანატიზმამდე შეიძლება მიდიოდეს ის რომ აი მერმა არ უნდა იარსებოს ის ერი პირველყოფილი წყობილების დონეზე უნდა იყოს პირველყოფილ თემურ წყობილებაში უნდა დაბრუნდეს და ეს ერი უნდა აღზრდეს კიპლინგის თეთრი ადამიანის ტვირთი ხო აი ამას ხედავთ ოღონდ ხედავთ რას იცით რომ ეს მათი სურვილები და აღქმები არ და ხედავთ რომ ეს აღქმები თურმე რამდენად უსაფუძვლოა, რამდენად ბრძენი და გონიერია აღმოსავლეთი და ნახეთ ჩვენ აი საყარზე მყოფი ადამიანები მივალ თქვენს კითხვამდე და აი აქედან მინდა რომ მივიდე, იცით? ამ გზაგასაყარზე მყოფი ადამიანები, რომელზეც მიაწერენ სტალინს სიტყვებს, რომ საქართველოს როცა ჩემ წინ დგას ევროპელიო, მე ლოგიკურად შემიძლიაო გავთვალო რას მოიმოქმედებსო, როდესაც დგასო თქვათ აზიელიო შემიძლია ლოგიკურად გავთვალო, მაგრამ ქართველი როცა არის ძნელია მის გათვლა, იმიტომ რომ ისო დუალიზმი არის გარკვეულიო, ის მასშეულია იმოქმედებს როგორც ევროპელმაც და როგორც აღმოსავლელმაც, აი ესევე. და ნახეთ მივედით იქამდე რომ ჩვენ დღეს საზოგადოების უმრავლესობა დღეს სვამს საოცარ კითხვებს და ჩვენი გარკვეული სიმპათიები ხედავთ რომ აღმოსავლეთისკენ წამოვიდა. ეს იყო აბსოლუტურად განულებული, ჩვენ ვერ ვამჩნევდით. ვერც აზერბაიჯანს, ვერც სომხეთს, ირანს ხო საერთოდ არ ვიმჩნევდით. ჩინეთს კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ფული და პერსპექტივა იყო და ეს პრაგმატიზმი არ იყო, ეს ძალიან ინფანტილური მიდგომა იყო და ამ ინფანტილურ ხედვებში საერთოდ არ ვიმჩნევდით იმ ქვეყნებს, რომლებიც ცოტა არ იყოს ჩამორჩენილები იყვნენ ვითომ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე იტალიელებად, არა უფრო მაღალ შვეიცარიელებად ჩავთვალეთ თავი და ჩავთვალეთ რომ ჩვენ ძალიან ესეთები ვართ რა. ძალიან ესეთები ისინი არ არიან. ეს ილუზია იყო უბრალოდ შექმნილი. და დღეს ჩვენ აღმოსავლეთი შევამჩნიეთ და გარკვეული თანაგრძნობა, სიმპათიაც და გაიგივებას კი, ნახეთ, საქართველოში უკვე აღარავინ არ მალავს იმას, რომ ღაზა სექტორში რაც მოხდა, ეს იყო საშინელება, ეს იყო ვანდალიზმი და ეს უპატიებელია. 169 ირანელი გოგონას სკოლაში
მოგვდინება, იცით, აი ეს მე ბოლომდე ვცდილობ, რომ ეს ბოლომდე არ გავითავისო. ვერ გავუძლებ ამას, რომ 179-12 წლამდე გოგონა ააფეთქეს თან იცოდე რა საკეთებდნენ, მე ამის ბოლომდე გააზრება არ მინდა, ჩემ ფსიქიკას ეს ვიცავ. რა იყო, რა აქტი იყო? მართლა იცოდნენ რა საკეთებდნენ და იცოდნენ რომ განადგურდებოდა იქ ყველაფერი და რაში დაჭირდათ? აი თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისით რაში ჭირდებოდა? საქმე რაში, იცით, პრაგმატული არ ვიცი, მე მათი რაციონალური და პრაგმატულის უკვე აღარაფერი არ მესმის და აი აქ ერთი შემიძლია თქვა არ მესმის რატო იცით აღარ მინდა ვეღარ მივდივართ ჩვენ სხვა ცივილიზაცია ვართ ჩვენ სხვა ტკივილები გვაქვს ჩვენ სხვანაირად აღვიქოთ ბავშვების სიკვდილს ჩვენ პოსტსაბჭოთა ადამიანები ვართ და ის შვილებიც რომლებიც დღეს პროტესტებში არიან საოცარ პროტესტებში ჩათვალეთ რომ ისინი პროტესტებში არიან თორე სინამდვილეში ისინი უნდათ არ უნდათ ადამიანურ ნიადაგზე მოვიდნენ როდესაც ნაგასაკი და ჰიროსიმა ძალიან მტკივნეული იყო ჩემი თაობისთვის და თეთრი წეროები სიმბოლო იყო იმის რომ იქ უდანაშაულო ბავშვები დაიღუპეს სხვა შეიძლება აი ბავშვები იყო ძალიან ძნელი და მტკივნეული იცით და ამ ნიადაგზე მოვიდნენ ეს ქუჩაში რომ დარბიან და ვითომ რომ ყველაფრის პროტესტი აქვს არ გეგონოთ რომ ესე იყოს გაივლის წლები და მათ უფრო მტკივნეულად დახვდებათ აი მათი დღევანდელი ეს პროტესტი იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს რომ ამოგლეჯილიყვნენ და ორაძნელი იქნება იმ სიმართლის მიღება, როდესაც ღაზა სექტორში ყველა ბავშვიო, დამნაშავეო, პატარობიდანვე ის უნდა განადგურდეს, ხო ეხლა იყო, ეხლა ხანს იყო ციტატ. ეს ხომ წარმოუდგენელი ანტიადამიანურობა არის და ნახეთ ის მენტალური ანტიადამიანურობა, როცა ადამიანს კლავდნენ, როდესაც ამ გოგონებს ხოცავ, ხო? ეს უკვე ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია კაცობრიობის და ადამიანობის და აქ ჩვენ ვრჩებით სხვა ცივილიზაციაში ჩვენ ეს არ გვესმის და არც უნდა გვესმოდეს ჩვენ ეს არც უნდა მივიღოთ ანუ აქ გამომჟღავდა მთელი კაციჭამიური ბუნება დასავლეთის რომელსაც რაღაც პერიოდში შეფუთავს როგორც ტილებს ფუთავდნენ პარიკებით ხო ტილებს მალავდნენ პარიკებით და არა სილამაზის გამო სუნამორისთვის მოიგონეს ხო ფრანგები ამით დაუბანლობის ის მაშინ როდესაც აღმოსავლეთს ეს ყველაფერი ქონდა აი თქვენ თქვით რომ ჩვენ არ ვიღებდო მაგრამ არ ნახეთ აქ მაპატიეთ აქ ჩვენ დავინახეთ უკვე ის აღმოსავლეთი რომელიც ბევრად გონიერია და ადამიანურია თურმე და რომ ჩვენ ვიყავით იმ სტერეოტიპების მსხვერპლი როდესაც ჩვენს კი აი ამას ვიტყვით ამამად ჩვენს კი ცოტა სხვა ხარისხის ადამიანებად მივიჩნევდით იმათ ვისი ენა ჩვენ არ გვესმოდა და აქ მარტივი ყოფილა ეს ყველაფერი ჩვენ იმათი ენა გვესმის გადასარევად და მათი ქცევა არ გვესმის დღეს ამ ომების აი ამ სისხლის აი ამ თქვათ 12 ჯერ გაიმარჯვა ირანზე ხო თუ 36 ჯერ უკვე ტრამპმა ნუ ეს რაღაც იგი შეეძლო და ნახეთ აი ეს ცივილიზაციური უზარმაზარი კედელი თუ ადრე ნაპრალი იყო ეხა კედელი არის და აქ უცებ ხდება იცით რისი საუბარი რაზე საუბარი რომ ჩვენ არ წამოვეგეთ მათ მხოლოდ გამოსაყენებლად უნდივართ ისინი სხვა ხარისხის ადამიანებად აღვიქვენ ჩვენ ეს მივიღეთ და იმიტომ გავიხედეთ და დავინახეთ ეს ქვეყნები ჩვენს გვერდით რომ ჩვენ ვიყურებენ ზუსტად ისე როგორც მათ აი ჩვენ ვის ქალბატონ მაია ეს საინტერესო ჩვენ ქართველებს ვიყურებენ ზუსტად ისე როგორც ირანელებს მაგრამ აქვს ეს ქართულ საზოგადოებას გააზრებული მთელი საზოგადოება მე ვხედავ ხოლმე აი არის რაღაცა გვერდები მედია გვერდები მათ შორის სადაც ადამიანები იკრიბებიან რომლებიც მე მესმის რომ შეიძლება სიმპათია გქონდეს ან ერთი ან მეორე მხარის მიმართ და ნუ ყველას თავისი აზრი აქვს იგივე რაც უკრაინა რუსეთზე ხდებოდა მაგრამ რანაირად შეიძლება რომ იყოს მაგალითად ესეთი ინფორმაცია რომ დაიბომბა საცხოვრებელი ზონა სადაც დაიღუპნენ ადამიანები და ვიღაც ამას აი აჰაჰავებს წერს მხიარულებას გამოხატავს ამ ყველაფერზე ეს მე არ მესმის რანაირად არა ეს ისინი ხო ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან ხშირად ისინი არ არიან საერთოდ მცირე ასაკისები და არ ვიცი ჩემი თქვენი შეიძლება კიდევ უფრო უფროსი ადამიანებიც ამას აკეთებენ იცით რა არის გაიხსენეთ მე გათავისუფლებ თქვენ იმ ქიმერისაგან რომელსაც ქვია სინდისი ხო გახსოვთ ეს ძალიან ცნობილი
ბრბოს ფსიქოლოგიას თუ ჩავხედავთ არა იქ როგორ არის იცით იქ ფაქტიურად ბრბო ძალიან გავს ჯოგს იქ ინდივიდუალიზმი იკარგება და ის ადამიანი ვინც ამას აჰაავებს არის გარკვეული ჯგუფის წევრი ანუ იქნება ეს ბრბო რომელიც ერთად იდგება ქუჩაში და ვანდალიზმს ჩაიდეს და რატომღაც წვავს შეიძლება თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე ეს არ გააკეთოს შეიძლება კი არ გააკეთებს იმიტომ რომ იქ აქვს მას პირადი პასუხისგებლობა და აი ამ ჯგუფში აქ პასუხისგებლობა ინდივიდუალური არ არის თუ ყველა ისთვის პომიდორს მეც ვისვი პომიდორს აი ეს არის და შეიძლება ადამიანები თვითონ გაუცდნენ რას აკეთებდნენ ჯგუფში როცა იყვნენ ბრბოში როცა იყვნენ მასაში ბრბოს ცოტა ცუდი არა ბრბო ძალიან დღეს ქონდა ზუსტად მაგაზე ლაპარაკი აი მე და ცოტნეს ჩვენს მეგობარს აი დაახლოებით იგივე შეხედულებები ცნობილი არის მე ხა აი ამ პერიოდში კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ძალიან კარგ მცოდნე ქალბატონთან გარკვეულ ტრეინინგს გავდივარ ძალიან კარგი მოწოდება არის მასალის და აი მე რეკლამას არ გავაკეთებ მაგრამ შეიძლება გააკეთო ჩვენთან ეს არ არის ხოლმე შეგუებული თუ რაც გინდათ ისაუბრეთ არ არის პრობლემა ეს არის საოცარი გადმოცემა მასალის და ზუსტად აი გუში მე გაოგნებული ვისმენდი იმას რაც ბევრჯერ წამიკითხავს სხვადასხვა ლიტერატურაში მაგ წაკითხული მაგრამ ესე ნამუსიანად ესე გულით მოტანილი მასალა მე გაოგნდი და ზუსტად აი ბრბოს ზუსტად აი ამ საკითხებს ვეხებოდით და манипуляციას რა არის ეს ადამიანები თავისუფლდებიან იმისგან რასაც პირადი პასუხისგებლობა არის ანუ ის კი არა მისი ჯგუფი გმობს ამას ანუ დეჰუმანიზაციას აკეთებს ჯგუფი და ჯგუფიდან გამომდინარე ისინი ესეთ ცალ-ცალკე თქვენ რო ნახოთ ისინი ესეთები არ არიან როცა პირადი პასუხისგებლობა არის როცა ინდივიდი გესაუბრებათ მაგრამ ჩათვალეთ რომ ის სოციალურ ქსელში ეს არის ჯგუფის წარმომადგენელი. ანუ იგივე მასის ადამიანია, იგივე ბრბო არის. აი ანალოგია არის მაგალითად. მას მართველი შედარებით მოაზროა. შუა საუკუნეებში პირობითად, როდესაც არ იყო ტექნოლოგიები განვითარებული, ფილმებშიც გვინახავს და წაგვიკითხავს კიდეც წიგნებში, რომ აი მიყავთ დამნაშავე დასაჯელად ეშაფოტზე და ამ დროს იქ იკრიბება ბრბო, რომელიც მას ესვრის ამ რაღაც ლამპალ ბოსტნეულს. ის ადამიანი იმ დროს შეიძლება იყოს საერთოდ გმირი, ხო, ტირანის წინააღმდეგ აჯანყებული, რომელიც აი ამ ბრბოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, მაგრამ ვერც აუხსნი იმას და არც აინტერესებს, არც შინაარსი, არც შედეგი, არც მიზეზი მისთვის არის აი სანახაობა ნახოს, ხო, მთავარი იმ მომენტში, რომ ეს დოფამინი მიიღოს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ჩვენ მოგცა იმის საშუალება, რომ გავხდეთ ბრბოს ნაწილი სახლიდან გაუსვლელად, თორე მენტალურად ზუსტად იგივეა ის ხალხი. არა, თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ეს ამ სპეციალისტებს დადგენილი აქვთ, რომ იქნება ნებისმიერი ეს ჯგუფები, რომელიც არის შექმნილი, არა, თუნდაც სოციალურ ქსელში, ხო? გარკვეული ჯგუფები და ჰაჰავების ჯგუფები, ხო? ან წყევლის ჯგუფები და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ბრბო არის, ოღონდ მე რა რომ ფიზიკურად არ დგანან ერთად. მთავარია რომ მათ აქვთ ეს კავშირი. ეს აბსოლუტურად გეთანხმებით, ოღონდ ეს მართლა ესე არის და მათ შეუძლია ჩაიდინონ საოცარი სისასტიკე, რომელსაც მე ხა ჩვენ გვინახავს კასპში იყო ერთი შემთხვევა, მე არ მინახავს, მე მინახავს ადამიანები, ვინც აი ამ საშინელების მონაწილეები გახდა, როდესაც ადამიანი ჩათვალა სოფელმა, რომ დასასჯელი იყო. მოიტაცეს, ასე ვთქვათ, წაართვეს პოლიციას, შემდეგ ეს კაცი ჩაგოლეს და დაწვეს. და აი მწვადი სუნი წლების შემდეგ იმ ადამიანებს არ ამოსდიოდათ. იმიტომ რომ როდესაც გამოვიდნენ ბრბოდან, მან ყველამ უკვე იგრძნო თავისი და ყველას ტკიოდა ეს მისი ქცევა, მაგრამ აი ბრბოში ის ამას ვერ გრძნობს. ჩათვალეთ რომ იგივე არის, მაგრამ მოდით ამას დავანებოთ თავი, ეს მასა არ არის დიდი მასა და მით უმეტეს ჩვენ გვაჩვენა, ჩვენ ნახეთ სხვა უზარმაზარი მასა, სუფთა ინდივიდუალურ კი კოლექტიური ქვეცნობიერის დონეზე, რომელიც პროექცირებას აკეთებდა პატრიარქს და თქვი კიდეც ის იყო 17 მაისის გაგრძელება. და პატრიარქს გაკეთდა ნახეთ რა პროექციები, აი ქვებიდან წამოსული, რომ იმედი წმინდანი ყველაზე დადებითი, ყველაფერი კარგი იყო პატრიარქზე. ადამიანები, ვისაც სიცოცხლეში ნანახი არ ყავდა, მე ვიცი რომ მივიდნენ რომ გარდაცვლილი მაინც ენახათ. და ქალბატონმა მითხრა რომ მე იქედა რომ წამოვედიო დილითო, იმ დღეს საჭმელი არ მეჭამეო, არ მინდოდაო. ნახეთ რამხელა სისავსე მიიღო მან სულიერი, ანუ ეს იყო ყველა იმ ჩვენს ღრმა
კოლექტიურ ქვეცნობიერში არსებული ყველაფერი დადებითი, რომელიც თითო შტრიხი დავდეთ პატრიარქის სურათზე და აი ეს იყო. ჩვენ ვერ გავექცევით ამას, რაც არ უნდა იქ იწყებლებოდეს, იქ მყოფი ადამიანი მეორე დღეს ან რაღაც არა, ჩვენ ქვეცნობიერში კოლექტივში უკვე თურმე ეს გვიდევს და ეს ისეთი მანიფესტაცია იყო, რომ ჩვენ ამ კარგს რაც შიგნით გვიდევს ვერ გავექცევით, რაც არ უნდა ბეცადოთ. აი ეს მართლა იმედის მომცემი. ეს საოცარი რაღაც არის, ხა გუმილოვისთვის ეს პასიონარობა არის და ეს მუხტია. კი ბატონო იყოს ეს ვთქვათ კოლექტიური ქვეცნობიერიდან წამოსული. აი რაც არ უნდა სცადოს ვინმე გაერთიანდეს ამას ჩვენ თვითონ ვერ გავექცევით ჩვენ თავში. იმას რომ ჩვენ ამის ნაწილი ვართ რა. ეს ერთი და უცებ აი ამ ფონზე ნახეთ, როდესაც ახლა რამდენი რამ გავიარეთ, ვთქვათ და ხედავთ რომ ჩვენ დავინახეთ ის როგორ გვექცევიან პირველი, რა თაგვიქვავენ ჩვენ ქართველებს. უმეტესობამ ეს დაინახა საზოგადოების, რომ პალესტინელი ბავშვები, რომლებიც თურმე დაბადებიდანვე მოსაკლავები იყვნენ, ხო? ეს ხო ჩვენთვის წარმოუდგენელია და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ზუსტად იქ ვართ. ანუ აი ამ ირანელი ბავშვები, გოგონები, მათ არ აღიქვამენ ამ შემთხვევაში ადამიანებად და ლამაზ პატარა გოგონებად, რომლებიც გაიზრდება. აი, ამ სიწმინდეთ არ აღიქვამენ პატარა გოგონებს, ხო? ეხლა კიდე ბიჭების სკოლაც დაიბომბა, სხვათა შორის, უფრო ნაკლები იყო მსხვერპლი, რამ მნიშვნელობა მშობლისთვის შვილი ღმერთმა ყველას აშოროს. ოღონდ ნახეთ, არ არის ირანელი მშობელი, სხვა არის ამერიკელი მშობელი, სხვა. ამერიკელი სამხედროს ყუბო ჩატანილი ამერიკაში. ეს საქვეყნო გლოვა არის და ირანელი 169 გოგონა არა, მათთვის არ არის. აი აქ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანების ხარისხებად დაყოფა ეს აბსოლუტური რეალობაა და ეს უკვე ჩვენმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა და ამიტომ გვაქვს ჩვენ სენტიმენტები უკვე ჩვენნაირ ცივილიზაციებთან, როგორც არის აღმოსავლური და ჩრდილოური სხვათა შორის. რომელიც ესე დაამარცხა კაცობრიობამ და ის უნდა ყოფილიყო. ანგლო-საქსონური ცივილიზაცია არის ჩვენთვის უცხო და მათთვისაც ვართ უცხო და ამ დროს შემოდის რუბიოს ზარი. ძალიან ესე რეალობაში დავბრუნდეთ, ხო? შემოდის რუბიოს ზარი. ჩვენ ხედავდით, რომ აქამდე იყო, რომ თქვენ ცუდები, თქვენ გადმოუხვიეთ, მოკლედ ყველაფერი არაფრად ჩაგდება და ასე შემდეგ. ნუ ახლა პოლიტიკას ხედავთ ტრამპისგან ჩვენზე დიდ სახელმწიფოებს იგივეს უკეთებს და უცებ ერთ პატარა საქართველოში აი ეს არის, ეს ხო არ არის უბრალო რაღაცა. და ეს მნიშვნელოვანი ზარი იქნებოდა. საჭორაოდ ის არ დარეკავდა, ხო? და მით უმეტეს ზაღლების თემა არ იყო, ჯერო იმასა დაერეკა რუბიოს, გამოვრიცხა. და ამის ვერ არის სრული დუმილი. და ჩვენ საერთოდ ვერ ხედავთ ზარის ადრესად, საერთოდ აღარ ხედავთ რა, იმის მე არ გვინახავს. და გვეუბნებიან ახლა დღეს მე მოვისმინე, არის საკითხები, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს. პარდონ. და რა საკითხებია ეს? პირადი საკითხები არ უნდა ვიცოდეთ. კი, პირადული არ არის, ნამდვილად არ შეიძლება პირადულის კეთება და ეს არის სამთავრობო წრეებიდან წამოსული ნარატივი ასე. არ ვიცი, საიდან არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთიც მოვისმინე რა, ტელევიზიით მოვისმინე და ძალიან ცუდი იყო ეს, რატო იცით? რაც დრო გადის საზოგადოებას აღშფოთება კი არა, შიში აქვს. და შიშის მერე წამოვა აღშფოთება, გაბრაზება წამოვა, აღშფოთება არა, გაბრაზება წამოვა. შიშია იმის, რომ ჩვენ შევხედეთ, რომ და ანგლო-საქსონური სამყარო ყოფილა სხვა, იქ ბავშვებს ხოცავენ ისე ეპშტეინის კოალიცია აკეთებს ამას და ჩვენ უკვე გარკვეულწილად ამაზე და გაგვიფართოვდა თვალები და განათდა გონება, გვინდა არ გვინდა გააჭიროებამ, რომ რაც შევხედეთ, აი ამან შეგვაშფოთა, ხო? და შეგვაფხიზლა. და უცებ ხედავთ, რომ ამერიკა, რომელიც პრინციპში აბსოლუტურად ჩვენი ყველა ელჩი წინააღმდეგი იყო და რეებს აკეთებდა პირდაპირ რეჟიმ ჩეინჯის იმაზე მუშაობდა პროექტებზე, არა? გირეკავს და არ მეუბნები რაზე გირეკავს. და გვეშინია ის, რომ ირანს გამოცხადებულ დუბაი განადგურდა. დუბაიში ვიყავი და 2 წლის წინ და რომ მოვდიოდი, რატომღაც მქონდა შეგრძნება, რა კაია რომ მოვასწარავი ნახე მეთქი და
ჩემ თავზე არ ვფიქრობდი რომ მე რაღაცა მომივადა ვეღარ ვნახავდი მეთქი არა რატომღაც მქონდა ეს შეგრძნება და ეხლა ვფიქრობ და რა უცნაური შეგრძნება მქონდა მეთქი რომ მართლა როგორ მოვასწარე დუბაი ხო აღარ მორჩა აღარ იქნება ისეთი არასოდეს რაც იყო უკვე დამთავრდა და ეს დიდი პროექტი მეგა პროექტი რაღაცა ესეთი ბრჭყვიალა უდაბნოში აგებული სასწაული მორჩა დამთავრდა ამას ვეღარ აღადგენ უკვე ის უკვე აღარ არის ის ნდობა აღარ და ის სიმშვიდე აღარ დაბრუნდება არასოდეს და უცებ ამ აი არ გვინდა რომ იგივე ბედი გავიზიაროთ პირდაპირ ვთქვათ არაბეთის ნახევარკუნძულზე ამ ქვეყნებს იცავდა ამერიკა ხო მათი ქოლგა იყო ამერიკა პირდაპირ თავისი სამხედრო ბაზებით ჩვენთან არაფერი არ არის არც ერთ საწინააღმდეგო დაცვა ჩვენ არ აქვს არანაირი ბაზები არ აქვს ჩვენი ჯარი რამხელა არის კი ყველაზე უდიდეს პატივცემდა რა თქმა უნდა მაგრამ რეალობა ის არის რომ ჩვენ ჯარი წინააღმდეგობას ვერ გაწევს ვერანაირს აი იმ ტიპის ომში რომელიც დღეს მიმდინარეობს ომებში ხო ვერ გაწევს არა იმიტომ რომ ვინმეს ვაშკაცობა აქვს არა იმიტომ რომ შესაძლებლობა არ აქვს ელემენტარული ქვეყანა არის პატარა 3 მილიონიანი პატარა ქვეყანა აი იგივე ყატარი და ის ამ ხელა ქვეყნები ხო ხედავთ როგორ არის უკვე გაწყვიტეს შეიხმა გაწყვიტა всё ამერიკული დაცვა აღარ გვინდა ჩვენო და აი ამ დროს ზარი ხორციელდება რაღაც თვითმფრინავი ჯდება და ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს უკაცრავად რა ვიფიქროთ ეს ხო შიშია ეს ხო აძლიერებს ჩვენ ხო ვხედავთ რაც არ უნდა თქვათ საერთაშორისო ამბები არაშუქოს გარკვეულმა ერთმა თუ ორმა არხმა ჩათვალეთ რომ ეს ერთი თუ ორი არხი მაშინ მუშაობს იცით როგორ ლენინს რო ისკრავს უბეჭდავდა გახსოვთ გამოდის რომ საზოგადოებას აქვს უზარმაზარი ალტერნატიული წვდომა სხვადასხვა ინფორმაციაზე და მაშინ გამოდის რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო ინფორმირებულია ვიდრე ის სატელევიზიო საშუალებები რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას უყურებ ესე და უიმე ეს ხო გუშინ წინ მოხდა მე პედაგოგი ხომ ეს ხო გუშინ წინ ეს გავლილია კი ეს რამდენი დღის პრემიერ-მინისტრი აღარ გამოჩენილა მართლა ისინი მათ ატყუებენ ხელისუფლებას ატყუებენ რომ ყველაფერი კარგად არის ლენინის ისკრასავით ჩვენ ხედავთ ეს შეკითხვა მეც მიჩნდება მაგალითად აი სულ ერთი კვირის წინანდელი ამბავი არის როდესაც ხელისუფლებამ დიდი ზარზეიმით გამოგვიცხადა ნუ კვირის თუ რამდენიმე დღის რომ თურმე ბედნიერების ინდექსში ჩვენ ყოფილვართ ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო და თან რაც ყველაზე მეტად ცინიკური იყო რომ თურმე საქართველოს მოქალაქეების ძირითად ნაწილს 80 და რაღაცა პროცენტს ქონია განცდა რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია არ არის და ამის გამო არის ბედნიერი ეხლა რა საჭიროა ესეთი რაღაც ის ხო ყველასთვის ღიმილის მომგვრელია ესეთი ინფორმაცია ვისატყუებენ თავს იტყუებენ და ჩვენ გვატყუებენ და არ მესმის ვითომ ეს არის გარკვეული ზემოქმედება გარკვეული манипуляция ზოგჯერ დარწმუნება მაგრამ არ მუშაობს ეხლა რა ვინ უნდა დამარწმუნოს მე რომ ქართული საზოგადოება თვითონ ბედნიერია მაგაზე საუბრობდით რომ ხო ყავთო PR სპეციალისტები, ISPR ტექნოლოგიების, თუნდაც იგივე манипуляციების ტექნოლოგიების სპეციალისტები ხო ყავთ არა ნებისმიერ ხელისუფლებას, ხელისუფალს, ალკე პირებს ყავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო ყავთო და რატო ხდება ხოლმე ზოგჯერ ეს, ნუ პოლიტიკის გარეთ მიშელობდით. იმიტომ ხდება რომ სხვადასხვა დონის სპეციალისტები ყავთ და იმიტომ. ახლა ამას რო ჩამომიგდებ რომ თურმე ყველაზე ბედნიერები ვართ. ნუ კარგი რა დროს ეს არის? დროულობა ცხარი, აი სეზონი ცხონდა შეარჩიო არა? ზაფხულში რო შუბა ჩაიცმებ, ხო სასაცილოა არა? თორე შეიძლება გადასარევი შუბა იყოს ზამთარში, მაგრამ ზაფხულში სასაცილოა გიჟი ხარ ამას რო ჩაიცმებ. არ არის საჭირო, არ არის იმის დრო, რომ დღეს მე მიმტკიცო, რომ ძალიანად ქართული საზოგადოება აუ ყველაზე არ არის ესეთი ბედნიერია. არ არის თუნდაც იმ манипуляციის გამო, რომელსაც თუნდაც ოპოზიციური ტელევიზიები ეწევიან, საქართველოს გარკვეული ნაწილი, ვინც იმას უყურებს, ნამდვილად არ არის ბედნიერი. და ნამდვილად არ თვლიან ისინი, რომ კორუფცია არ არის საქართველოში, პირიქით. ისინი თვლიან, რომ საერთოდ დაქცეულია. იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენ კოშმარულ სიზმარში შეიძლება ვნახოთ რა. მე რო იმათ უყურებ, საერთოდ ფიქრობ, ისინი საერთოდ სად არიან მეთქი რა. ის საერთოდ რაღაცა იყო გენერალი დრაკულა და რაღაცა დრაკულა სერიალი რო იყოს, აი ეგეთი რაღაცა არის ოპოზიციური არხები. ის საერთოდ სიგიჟი არის. ოღონდ იქ ადამიანებზე პირდაპირი манипуляция, შავი პროფაილინგის შავი მეთოდებია.
პირდაპირ რა ეს ქმნიან საკუთარ აი არა, ნუ ის ხო და არ მინდა აქეთაც ნუ შემიქმნი ბაბოს, ის რომ ბაბოს ქმნის, ვიცი და მენანება, მე თანამუგრძნობ იმ ადამიანებს, რომლების ტრაუმებზე, სისუსტეებზე, აი იმაზე მოქმედებენ და იმით იყავთ ის ადამიანები აყვანილი. თითოეულს თავის სისუსტე აქვს, რომელსაც აი წამოდებული ეს ყველაფერი და იმ ადამიანებით манипуლირებენ, მაგრამ იგივე ბაბლია, აქეთ არ მინდა, მითხარი რადო დარეკა იმ კაცმა რა თქვა ამისთანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სულ გვესმოდა ხო ეს პერიოდი, რომ გვინდა კომუნიკაცია, გვინდა გადატვირთვა ურთიერთობების და ამ დროს ხდება მართლა რაღაცას არის შემოდის და არა თუ არ გვიხსნის ამას არავინ. საერთოდ მართლა თქვენი თქვის არ იყოს იმის მერე პრემიერ-მინისტრი ტელევიზორში აღარ გამოჩენილა და ამას უნდა კონდეს რაღაცა ახსნა. აი ხო გენოეთ, მე მაგალითად ჩემთვის აი გულწრფელად გეტყვით ხა, რა არის ნათელი არ ვეტყვი. რომ ეს ნუ ჩემი ვარაუდი არის, ხო? ჩემთვის ნათელია ყველაფერი. მე დაახლოებით ჩემთვის რაღაც კონსტრუქცია დაწყობილი მაქვს. ზრდონეზე რა იქნებოდა. ოღონდ ამაზე მე არ ვისაუბრებ, არავითარ შემთხვევაში არ ვისაუბრებ, სანამ არ იქნება რაღაც მტკიცებულება. უბრალოდ აი ამ დროის გაბერვა და ეს ლუფტი, ეს არ შეიძლება, საზოგადოება დაძაბულია, მსოფლიო ცეცხლში არის. არ შეიძლება, აი აქ გვერდით არის ასეთი ომი, ხო? ყოფნა არ ყოფნის. პირველყოფილ წყობილების და მდგომარეობის ხეზე მოსიარული ადამიანების დონეზე დავიყვანთო ამ ხელა ცივილიზებულ ქვეყანას, ხო? რომელიც სხვადასხვა ცივილიზებული არც გვეგონა. ჩვენ იმდენად ცუდად ვიცოდით. უბედურება უფრო არის ხა, საუბარი არის ირანზე, სპარსეთია საუბარი, არ ვიცოდით რომ თურმე 13 მე ესე გავიკითხე 13 მოქმედი სინაგოგა არის ტეირანში თურმე. ქრისტიანული ტაძრები არის. მეტროში მოხატულობა არის ქრისტიანული წმინდანები, მართლმადიდებლური წმინდანებით. და თურმე იქ ცხოვრობენ იმ ბევრად იმატებს ქრისტიანების რიცხვი ცხოვრების რა. მე ეს ვერ წარმომედგინა, არ ვიცოდი, ხო გეუბნებით, ჩვენ გააწვდიდან, როგორც იქ რუსეთში დათვები დარბიან, თეთრი დათვები და სუთოვლია, ესევე გვაწვდიდან, რომ ჩვენ აი როგორ იყო, იცით, ფონად მიდიოდა. ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით ეს და თურმე ზოგადი ინტელექტის და განათლების მიხედვით ირანი ყოფილა მე-4 თუ მე-5 ადგილზე. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც თვითონ დამოუკიდებლად ქმნის ბირთვულია რაღაც, მუშაობს ბირთვულ ტექნოლოგიებზე, აი გამაღიზიანებელი რა არის ხოლმე, ისიც გავდომაია. ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე მინდა ხაზი გაუსვა, აი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც სწავლობს პირობითად ქართულ უნივერსიტეტში, არ ვიცი, წარმოების მიმართულებით პირობითად. აი მისთვის მაქსიმალური პერსპექტივა არის, რომ დაასრულებს ამ თავის უნივერსიტეტს წარმოებას თვალის სადაც ნახავს, ეს იქნება მაკდონალდში როგორ კეთდება ბურგერი. ეს არის მისთვის წარმოება. ხო, ირანელი ახალგაზრდისთვის რომ დაასრულებს სწავლას და ბირთვულ ბომბს შექმნის და ეხლა ამ დროს დგას ქართველი ახალგაზრდა იმას დასცინის, ვის არის თუ მეჩამული საკმაოდ მაღალი დონის ყოფილა და ძალიან მაგრამ რა არის იცით რაზე მწყდება იცით ჩვენ ვერ ვამჩნევ ამას არ ვამჩნევდით. არ ვიმჩნევდით. იმდენად მოგწონდა ჩვენ რომ აი ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ რომ არ ვიმჩნევდით. აი აქ რამდენად წინ წასული ყოფილა ის ქვეყნები როგორც თურქეთში მედიცინა შეხედეთ რა თუ რაიმე არის ისეთი ხა გული მწყდება და გულის წვეტით ვამბობ ამას ხო სერიოზული თუ რაღაცა პრობლემა არის წადი თურქეთშიო ხო იქ იმკურნალეო ან დიაგნოზი იქ დაგისვავენო და ჩვენ ამას არ ვიმჩნევდით იმიტომ რომ ძალიან ევროპელები ვიყავით რა არაფერიც არ ვიყავით და აი დღეს გადარჩენაზე ვარ და მე ვთვლი რომ წლებია გადარჩენაზე ვარ რა თქმა უნდა ის რომ ხა გიგაური ჩადის ევროპაში და გამოდის და ამბობს რომ საქართველოში ტანჯვა წამება და ლამის ჯურღმულებში რომ ეს მეორე სიგიჟე არის საერთოდ მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ჩვენ არ ვხედავდით ამას და ჩვენი ადგილი დღეს გავიგეთ და დღეს ის რომ გადავტვირთოთ და სტრატეგიულ პარტნიორად დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ავირჩიოთ ამას მე დარწმუნებული ვარ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს დღეს ამას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ბრაზილში შეხვდება თვით ფაქტსაც კი რეფერენდუმისასაც კი იმიტომ რომ დღეს უკვე ყველაფერი გარკვეულია დღეს უკვე გარკვეულია ქვეყნებს ვინ იგდებს საბუჩად ადამიანებს ვინ ართulis ოდნავ სხვა ფერის თმის ადამიანებს უკვე სხვა ხარისხად თვლიან ხო და ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე
გამომდინარე ხო გეუბნებით. გამოსავალი რაში არის აბა მართლაც, იმიტომ რომ რეგიონში არავინ არ აქვს მაშინ პარტნიორი გამოდის, 30 წელი ვისაც უყურებდით, ხედავთ რომ ის პარტნიორი კი არა, მართლა რა ვიცი, თქვენი თქმის არ იყოს, რო გთხოვონ, შეიძლება აღარც გვინდა იმათი, ეხლა საერთოდ ნატოდან გავიდეთ, ახალი ნატო შევქმნათო და ახალი საფიქრალი გაუჩნდება ეხლა ქართველებს, ძველ ნატოში გვინდა თუ ახალ ნატოში გვინდა შევიდეთ. გადაღოთ, მაგრამ აი რეალურად რა არის ეს დროს პრაგმატული გამოსავალი? თქვენი თქმის არ იყოს, არ გვაქვს არც ფიზიკური თავდაცვის სისტემები არ გვაქვს. არ გვაქვს ჩვენი ეკონომიკა, რომლითაც შეგვიძლია რომ ვიარსებოთ. გავანიავეთ მთელი ეს პერიოდი. ჩათვალა საქართველოში მოგზაურობა. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან. საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი კი. ხო, ეს ხო არის ახლა აშკარა მინიშნება ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩვენთანაც ხო აშკარა სიმპათია იყო ის, რომ ირანის ელჩმა ბეჭით ატარა პატრიარქის სასახლე. იცით რამდენი ვინმე შეაფხიზლა? კი, ისტორია არ გვავიწყდება ჩვენ. ვიცით ისტორია და ვიცით სირთულეები და თანაბრად უნდა განვიხილოთ როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის და თუნდაც აღმოსავლეთის, რა ჩვენ იქიდან მიგვიღია და რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია არა. ყველა მნიშვნელოვანია, ისტორია უნდა ვიცოდეთ, მაგრამ დღევანდელი დღით ვიცხოვროთ. იმიტომ რომ დღეს ესეთი არის სამყარო და დღეს იმ ბოღმებით ცხოვრება, ეს არის ტანჯულის და მუდმივი დაზარალებულის პოზიციაში ყოფნა, რომელსაც აუცილებლად ხვალ სხვა დატანჯავს რა. ამ ტანჯულის მანტიიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ არა ვართ ტანჯულები. ჩვენ შეგვიძლია გადასარევი მდებარეობა გვაქვს. ღვთისმშობლის წილხვედრილი იმიტომაც არის, რომ საოცარი მდებარეობა გვაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ გვჭირდება გონიერება და შეხედვა იმ კომპლექსების ძლევა, იცით? ეხლა თქვენ მეკითხებით, რომ რითი დავიცავთ. რატო ვართ ამდენი ხანი, რომ არავის არაფერი დაურტყია ჩვენთვის? არ ვიცი, აი ამ კითხოს მე ხშირად ვსვახობ, რომ მართლა იმისი თუ არ გწამს, რომ მართლა ღვთისმშობლის კალთა იფარავს ამ ქვეყანას. სხვა რაიმე რაციონალური არგუმენტი, რომ შვიდად ვიყოთ, მე პირადად არ მაქვს. შემთხვევით რუსეთის ფაქტორი ხო არ არის? სავარაუდოდ კი არა 100%. რუსეთი რომ არის ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი, იმიტომ არის ჩვენთან დღეს ის რომ აქ ყოველ შემთხვევაში ითვალისწინებს ყველა, განგვიხილავენ როგორც ჩვენს გარდა ამას ითვალისწინებს ყველა. ჩვენ არ ვიმჩნევთ. აი ეს არის. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ამ მიმართულებით, რადგან რუსეთის ფაქტორს მივადექით, არ გადაუდგამს ნაბიჯი და იყო სხვა შორის იმედგაცრუების შემცველი გზავნილები ამ საკითხთან დაკავშირებით თავად რუსეთიდან, ზახაროვას განცხადება იყო რამდენიმე, გადაიდგაო ნაბიჯები, იყო მოლოდინებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ყველანაირი ურთიერთობა შეწყვეტილი არისო. რას მიანიშნებს ეს? ანუ მე აქ იმის თქმა კი არ მინდა, რომ ხელისუფლება დავამუნათოთ რამეზე. არ არის ეს ამ შემთხვევაში ჩემი მიზანი. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ობიექტურად მაინტერესებს, რომ რა არის ჩემთან უსაფრთხოების გარანტია. ანუ ჩვენ თვითონ ვერ ვიცავთ თავს ამერიკას ვაგინებთ, გადავედით გინევაზე ამ ხალხის. ნუ ევროკავშირი გინდა არა, რო არ წარმოადგენს ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში, არავინ არაფერს არ ეკითხება ევროკავშირს. ანუ ის ვერ იქნება ჩვენთვის უსაფრთხოების ფარი. რაღაცაზე ხომ და რაღაც მიმართულებით ხომ და მუშაობდეს ასე დროს სახელმწიფო, რომ აი ხვალ ზეგრო რაიმე კრიზისი დადგეს ამ ქვეყანაში, რას ვაკეთებთ, ვინ არის ჩვენთვის პარტნიორი. თქვენ თუ ხედავთ აი ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან რაიმე მოძრაობებს რაიმე გეგმა აქვს ამ ხალხს საერთოდ ეს კითხვა მიჩნდება. იცით რა, ის რომ შვიდობით გავიარეთ ის პერიოდი და მართლა ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო გაწეული ევრობიუროკრატების წინააღმდეგ, იგივე ამერიკის ელჩების საწინააღმდეგო, ეს ფაქტია, ხო? ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდი ძალიან მედგარი წინააღმდეგობა იყო საქართველოს. მაგრამ ამას ფასი აქვს თუ რაღაცით მე დააკომპენსირებ ამ ყველაფერს და. კი. არა, უბრალოდ რა არის, იყო ესეთი გადასარევი გამოთქმა არის завчерашнее спасибо за сегодня отвечай. ეს ისევ სტალინს მიაწერენ ამას. ანუ ის რაც კარგი იყო, არ უნდა დაკარგო, არ უნდა დაუკარგო, მაგრამ დღეს აი ხო გენოეთ ვერ გიპასუხებთ, რატო ვერ გიპასუხებთ? ის რომ დღეს ჩვენს ჩაყლაპვაზე ბევრი თავს იკავებს და აი ამ სურვილს იკლავს, იმიტომ რომ აი რუსეთი აქ არის, ამაში მე 100%-ით არ დარწმუნებული. ის რომ ჩვენ საჰაერო სივრცეს, ისევე როგორც ჩვენი სამხრეთელი მეზობლებისას ძალიან სერიოზულად აკონტროლებს რუსეთი, ამაში მე დარწმუნებული ვარ. მე მგონი ამაში ეჭვი არ გეპარებათ რა. და ოღონდ შეთანხმებით არ ვამბობ.
შეუთანხმებლადაც ეს პრობლემა არ არის მათთვის. აქედან გამომდინარე, რა თქვა ბატონმა რუბიომ, საინტერესო ეს არის. რა თქვა ისეთი რამ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ლამის ხო გახსოვთ, კაი 3000 კაცი დაიღუპოს და ასე შემდეგ, ჩვენ ტექსტი გვაქვს მოსმენილი. რა მოდიოდა ოკეანის გაღმიდან, ეს ტექსტი მშვენივრად ვიცით, ხო? და მე თქვეს თავიდან არავინ არ გითხრა ჩვენ ეს. და მე აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოს საერთოდ განადგურებაზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ პარტიზანული ლომზე გადახვალთო და ასე შემდეგ. გააჩნია ეხლა რა თქვა ამ ადამიანმა, იქნებ ისეთი მუქარა იყო. იქნებს ვამბობ. მე არ ვამბობ, რომ პრემიერმა რაღაც პირობა მისცა და რაღაცაზე დათანხმდა. ტელეფონით ეს არ ხდება ეს პირობები, მაგრამ იქნებ ისეთი მუქარა იყო, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სასწრაფოდ გადაიდგას მერე ნაბიჯები და ბოლო-ბოლო უსაფრთხოების ქოლგა თუ შეიხებმა შეიგნეს ის, რომ თურმე სადაც მილიარდებს და ტრილიონებს დებდნენ, ის მათი დამცველი კი არა. მათი დამღუპველი ყოფილა და ახლა უკვე რუსეთთან ხდება გადაწყობა აბსოლუტურად უსაფრთხოების იმას. თუ მთელი რეგიონი რუსეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შევიდა, ჩვენ ჩინური ქოლგა უნდა დავიჭიროთ პლაჟზე რო დადიან. ყვითელი არა ის პატარა ქოლგები რო არის, ხო იცით პლაჟზე რო დადიან ჩინურები. ჩვენ ეს დავიჭიროთ, ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით. არა გადატანით, პირდაპირ მნიშვნელობით და ეს დაგვიცავს, თუ მთელი რეგიონი ფაქტიურად შედის რუსეთის დაცვის ქვეშ და თუ აქ ნებისმიერი საომარი მოქმედებაში ერთვება რუსეთი და ხედავთ ხა ირანთან რომ ნამდვილად ერთვება, ხო? და არაბული სამყარო მთლიანად არაბეთის ნახევარკუნძულის უმდიდრესი ქვეყნები ამას ხვდებიან და აკეთებენ გადაორიენტირებას რუსეთისკენ. ჩვენ გვძინავს, მაგრამ ძალიან რთული ასახსნელი იქნება ალბათ. იცით რა არის, საზოგადოება არ წყვეტს უსაფრთხოების საკითხებს. საზოგადოებას უნდა აუხსნა, რომ იმა რო დარეკა იმ კაცმა, მე დამემუქრა და ჩემ ქვეყანას, თუ აი პირადად მე დამემუქრა რაღაცით, თუ ქვეყანას დაემუქრა, თუ პირიქით ისეთ რამეს შეგვპირდა და რამდენად რეალურია ეს დაპირება. მე არ ვამბობ, რომ ადამიანი ცუდი იყო მეთქი. უბრალოდ ჩვენ არ ვიცი და არის კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანი აი ამ დაძაბულ ველში ყოველთვის არის შიშიც შემდეგ უკვე გაბრაზების წყარო. ანუ გაბრაზება არის შიშის შემდგომი ეტაპი, ხო? კი, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვეშინია, რომ საქართველოში ომი არ გავრცელდეს. ეხლა თუ იმ ეტყვის არ მეშინიაო გიჟია. იმიტომ რომ შიში ის რაც ინსტრუმენტალურია, შიში რომელიც სიფრთხილებს თავდაცვას და ამისკენ გაფხიზლებს, შიში არის დაცვა. თუ შიში არა გაქვს, წახვალ და ხრამში გადავარდები, თუ ვერ ხვდები და არ გეშინია, გადავარდები და ნუ ახლა გასაგებია რაც იქნება, ხო? ეს არის თავდაცვის ჩვეულებრივად ადამიანისთვის მიცემული მექანიზმი, რომ გადარჩეს. ამიტომ ეს შიში არის რეალისტური, ეს არ არის მოჩვენებითი. ეს არ არის აქმების დონეზე და ქარის სისხლელებთან ბრძოლა, ხო? მთავრობის მიმართ რომ ეს არ ვიცი აგრესია თუ სიბრაზე ნელ-ნელა გროვდება, მე მგონი ძალიან თვალსაჩინო არის. ნუ შევეხოთ იმასაც, რომ სოციალური ფონი არის უმძიმესი და მართლა ყველაფერი ძვირდება და თან ისეთი არგუმენტებით ძვირდება, აი მაგალითად ელექტროენერგიის გაზრებაზე იყო არგუმენტი, რომ ცხოვრების დონე მაიწია თურმე და აქედან გამომდინარე, ახლა მეტი უნდა გადავიხადოთ და აი ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან ხშირია. მე არ ვიცი, მართლა შეიძლება ჩათვალეს, რომ აი გატყდა ქართული საზოგადოება ბოლომდე და რაც არ უნდა უთხრათ ყველაფერზე თავს გვიქნევს, მაგრამ აი ახლა რაც ხდება და ვახსენეთ კიდე ეს ზაღლების ამბავი. ჩემი აზრით არის აი ამისი ერთგვარი გამოვლინებაც, რომ როდესაც აი კრიტიკულ დონეს მიაღწევს ეს მუხტი, რომელიც შეიძლება ვიღაცას გონია, რომ ჩაკლულია, აი ქუჩაში რომ ვიღაცამ რაღაცას ფეხი წამოკრას, ესეც კი საკმარისი შეიძლება გახდეს ძალიან დიდი აფეთქება. ნახეთ, როდესაც ხედავთ, რომ მოდის აი ესეთი მდინარე, ჩვეულებრივ რა, მდინარეს გზას ხომ შეუცვლით, არის ესეთი, მე ხარ სოფლის მეურნეობა და მიწათმოქმედების ძალიან ცოტა გამეგება, მაგრამ ვიცი რომ წყალი რომ მოდის, იმას შეიძლება გადააგდო იქეთ, ხო? ან გადააგდო აქეთ. ზუსტად ეს არის რა, აბსოლუტურად. აი ეს არის ჩვეულებრივი ტექნოლოგიები, როდესაც აი რაღაც გროვდება. რაღაცა არის. გაურკვევლობაა და შიშია, ხო? ეს შიში დიდხანს არ გაგრძელდება. ეს შიში არსებობს, იმიტომ რომ აბსოლუტურად რაციონალურია გარშემო რაც ხდება. საშიშია ეს ყველაფერი ნამდვილად, სახიფათოა, როგორ ირანში რაც ხდება, რაც სახიფათოა, აბა რა არის. მაგრამ
ამ დროს როდესაც გაურკვევლობაში ტოვებ, გაბრაზდება ეს ადამიანი, რომ გამაგებინე რა ხდება ბოლო-ბოლო. თუ შენ არ მშველი, მე უშველი, ჩემ თავსო. ადამიანი ყოველთვის უფრო უარესზე ფიქრობს. მაგრამ რა არის ეს აი გამოცდილებაც ამისკენ გვიბიძებს. ხო არა, ნუ ეს არის ჩვეულებრივ ადამიანი ასეა განწყობილი, რომ არის ის უარეს გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი შფოთვა. და ამ შფოთვის სადღაც გადატანის მცდელობა იყო ჩემი აზრით ეს ზაღლების თემა. სრულიად უადგილოდ, აი არასეზონური ჩაცმის არ იყოს რა. ანუ აი ეს იყო ისეთი რაღაც, იცით რომ თან ისეთი აი ძალიან ხელოვნური რომ ბრაზობ რომ რატო უნდა ჩათვალო საზოგადოება ესე პრიმიტიულად რომ აი ამითი გვერდზე გადაიტან ამ წყალს გადააგდებ ასე ვთქვათ იგეთ მხარეს. არ არის გაურკვევლობა და გაურკვევლობა არის შფოთვა და შფოთვა არის ყველაზე რთული. ეს პროტესტი ხარ რაც არის ატეხილი, ამას პრინციპში წყალს ასხამს. გადატანა არის ყურადღების გადატანა არის, მოდით იქ ეკლესიას ლანძღეს, იზის ლანძღეს, ყველა ლანძღეს, ანუ როგორ არის ცით ცუდი ზაღლი ცუძაღს რას გაუკეთებ ზვალს გადაუგდებ და იმას გაეკიდება და შენ გაივლი. აი ეს არის რა, ეს არის ყურადღების გადატანა, ჩვეულებრივი ყურადღების ჩვეულებრივი ტექნოლოგია არის. და მართლა ხალხი ისე არის ეგზალტირებული რომ მაგრამ ეს იმ ზაღლების გამო კი არ არის. სხვა რამის გამო მე აი ამ შფოთის გამო არის რომელს პასუხი არ აქვს და ხედავს რომ რაღაცა ხდება. ამ შფოთის გამო, გაურკვევლობის გამო არის. მაგრამ უბრალოდ დღეს მოტყუდა და იმ ზაღლების თემაზე იქ ამოიღო ეს თავისი. დაიხარჯება მისი ემოცია. ხო, მაგრამ ბოლომდე არ დაიხარჯება. შიში რჩება, იმიტომ რომ იქ ომი გრძელდება, ეს ხო არ მოიხსნა. ეს გარე ფაქტორი ხო არ მოიხსნა. თან ჩვენ ვიცით რომ ჩვენ პრემიერს ერთხელ დაემუქრენ. განადგურებით ხო ეს ფაქტია, მან თქვა ღიად. და დაადასტურა მაჩვენებს. ირაკლი ღარიბაშვილისგან ვიცით რომ კელი დეგნანი როგორ რას ითხოვდა და როგორ მკაცრად ითხოვდა, ხო? ანუ ჩვენ ეს გვაქვს მენიუში ასე ვთქვათ რა. გამოცდილებაში ჩვენ ეს გვიდევს და ამიტომ ბუნებრივია ვშფოთავთ რომ ყველა ადამიანი ადამიანია. ყველა, რაც უნდა პირველი პირი იყოს, ის ადამიანია პირველ რიგში. მას ყავს ოჯახი, მე საკუთარ თავზე გამომიცდია, ადამიანი რო ვარ და დედა რო ვარ, ეს აღმოჩნდა ჩემი აქილევსის ქუსლი. ამ შემთხვევაში კი არ ვებრძვი და კი არ ვეტაკები და კი არ ვამუნათებ რომ გინდა თუ არა, არა. მესმის და გვეშინია, ჩვენი თავის გვეშინია. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავის, ჩვენი ოჯახის გვეშინია. ეს ის არის რომ პირველი პირი რო ხარ, პასუხისმგებლობაც უფრო მაღალი და ამისი ზიდვა თუ არ შეგიძლია, მაშინ ამბიციას არ უნდა ქონდეს. არა, მოდით რა ვთქვათ რა, ყველა ადამიანს აქვს უფლება ადამიანობის. ეს სტალინი იყო ალბათ რაღაც უცნაური რომ ფელდმარშალს იმას ეფრეიტორსო ფელდმარშალში არ ვცვლიო. მე ძალიან ვერჯერ მიფიქრია ამაზე. ეს არც გმირობა არის და არც შეიძლება თქვა გმირობა და აი როგორი პირველი პირი ხარ და რამდენი არა ეს ადამიანურის აი ძალიან ის არის ადამიანის მიღმა გასვლა მიღმა გასვლა არის და აი იქ რა იყო ის გულცივი იყო ძალიან თუ მართლა ძალიან მესიანისტური იმით იყო შეპყრობილი აი რაღაც ცოტა ფანატიზმიც იყო ეს უკვე მეორე საკითხი ეს მხოლოდ მან იცოდა ხო რატო გააკეთა ეს მაგრამ ჩვენ ხო ამას არ ვითხოვთ ჩვენი პირველი პირებისგან ჩვენ გვესმის რომ ადამიანები არიან იქნება რაღაც კიდევ ეს თან გამოცდილებაში გვაქვს ეს ეწოლები იქნება ეს იყო და დალოცვილო მითხარი მე ჩემ ოჯახს როგორ მივხედო ამას მაინც გავიაზრებ ხო თუ ისევ მუქარა არის რატო თქვათ რომ ანდა მაინც უმეტესობა ამბობს რომ იქნება ირაკლი კობახიძემ ნება მიცა ამის მოდით რა იქნება მუქარა იყო და აი იმიტომ არ ჩანს ადამიანი და იმიტომ არაფერს არ ამბობენ. ირემ საშინელი მუქარა იყო. ვიყოთ რა ადამიანები და ჩვენც გავიგოთ იქნება ეს. ადამიანურად შეიძლება რა თქმა უნდა. მდგომარეობაში შევიდეთ, თუმცა აი თქო ვიფიქროთ ქვეყანაზე. ირაკლი კობახიძეს პირობითაც შეეშინდა ისეთი მუქარა იყო, მაგრამ მე რაღა უნდა ვქნა კაცო ამ ქვეყნის მოქალაქემ და თან რო არაფერს არ მიხსენი ამ ყველაფერს. აი რა არის ეს ეჭვები ყველანაირი მოდის მხოლოდ გაურკვევლობის გამო. გაურკვევლობა არის დაუშვებელი. ის რომ არის საკითხები, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, უკაცრავად 2 წელი რო გავიდა და რომ მეუბნები რომ მაშინ კელი დეგნანი ესე გვემუქრებოდა და ეხლა საზოგადოების ერთად გომა გვინდაო. ესე იგი საზოგადოება უნდა იცოდეს. იმ მომენტში არ უნდა ცოდნო და რატო? ამიხსნას ვინმე რატო? ეს პროტესტი მაშინ იყო, რომ აი ფარდას ავხდით რომ იყო ასეთი ფარდა უნდა ახდილი იყოს უკვე, როდესაც ეს გამიხდება. საკუთარ ხალხთან უნდა იყო გულწრფელი. საკუთარი ხალხით მანიპულირებას არ უნდა ეწეოდ როგორც ტრამპი აკეთებს იქ. არ უნდა პირიქით რაც უფრო გულწრფელი ხარ, ხალხს უფრო უყვარხარ. საზოგადოება გრძნობს რომ შენ მასთან ხარ. მასთან გადიხარ. აი როგორც ახლა მე უყურე ხა ირანში რა ხდება და პრეზიდენტი და საგარეო
საქმეთა მინისტრი მასაში ხალხის მასაში გავიდა გამერქი აი რამხელა რაღაც არის რომ ის გადის იქ ეხა არ მომყავს მე გმირობის მაგალითებად ეს მაგრამ უბრალოდ რა იცით საზოგადოებასთან იყო გულწრფელი ის რომ მე შენზე ვზრუნავ და 2 წელი არ გითხარი ვითმინე რაღაცები გავაკეთე და აი ახლა უკვე გეუბნები და 2 წელი რო მიმალავდი ამას დალოცვილო იქნება 2 წლის წინ რო ეს საზოგადოება ცოდნოდა აი იმდენი აკაცუკი და აი ეს აი ტვინ მოღრეცილი მანიპულაციის მსხვერპლი მე ორგანიზატორებზე არ ვამბობ პასუხისგებლობა ორგანიზატორების არის და მანიპულატორების მაგრამ მანიპულაციის მსხვერპლი იქნება არ ყოფილიყო ამდენი იქნება მაშინ გვეთქვა რომ მოდით რა ტელევიზიით მანიპულაცია საერთოდ ავგრძალოთ აი ეს მანიპულაცია ზემოქმედება ავგრძალოთ და ამის კანონი მიგვეღო აი იქნება რაღაც ესე გვექნა იქნება 2 წლით ადრე ამდენი ხალხი არ დამდგარიყო იქეთ აი ხო არის არა მედალს 2 მხარე აქვს რა იქნება დროზე რომ ხანამ შევიჭილება რომ აი ჩვენს ხელისუფლებასაც აქვს ეს ნაკლი რატომღაც თვლიან რომ არსებობს რაღაც კასტა თუ არ ვიცი ჯგუფი რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და მან უნდა გადაწყვიტოს რაღაცეები ხოლო ვართ აქეთ ბრბო თუ რაღაც მასა ხალხისა ცოტა სხვა რაღაც რომ საერთოდ არ არის საჭირო ჩვენი ინფორმირება ჩვენ აი უნდა ვიყოთ მათი კაი სიტყვის იმედზე რომ ყველაფერი კარგად იქნება ხალხო არ შეიძლება მე ვიცი კაცო მე მივხედავ აი ესეთი დამოკიდებულება მე მამა ვარ და შენ შეიძლება დაგიმალო იმიტომ რომ შენთვის მავნე იყო შენმა ფსიქიკამ ეს ვერ გადაიტანოს შენ ამას მაინც ვერ გააკეთებ მე უნდა გავაკეთო აი ვერ გაიგებ შენ მაგას და ყველა რა მშობელმა იცის ესე რომ იცი რა მე შენთვის სასიკეთოდ ვაკეთებ არ მინდა ბატონო არავინ არ არის მამა არავინ არ არის არავის არ აქვს უფლება მამობის ამ შემთხვევაში როდესაც შენ ხარ დაქირავებული ჩვეულებრივად რომ მართო ეს სახელმწიფო სწორად ხო და გააზრებული აქ ეს მთავრობას აი ეს არის ჩემთვის ხოლმე შეკითხვა რომ მათ მართლა მამები გონიათ ხანდახან საზოგადო შეიძლება ხა 14 წელი რო ხარ მთავრობაში მართლა გეგონოს რომ მამა გახდი და ამისი ეფექტი არ ვიცი არ მესმის მაგრამ ერთი კი ვიცი რომ რაც უფრო გულწრფელი იქნები საკუთარ ქვეყანასთან მით უფრო მართლა გიგაურივით ხარ უნდა გიგაური მეორე უკიდურესობა ჩადის და სასწაულებს ამბობს ხო თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ თავის ქვეყანას ურტყავს ყოველდღე და ებრძვის ყოველდღე ეს საერთოდ ნუ კაი კაც ხო ის დაქირავებულია და არ არის ეს ქართველი შეიძლება გენეტიკურად იყოს მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ახსნადია ის ამას რატო აკეთებს ხო საზიზღრობა არის საშინელება არის მაგრამ აკეთებს ამას და ვიცით მანიფესტირებული არის ხო მაგრამ გულწრფელობა არის ყველაზე გასო გულწრფელობა პატიოსნობა საუკეთესო პოლიტიკაა ბისმარკი ამბობდა გულწრფელობა არის ყველაზე კარგი და მით უმეტეს ესეთ პერიოდებში როდესაც არის ასეთი გაურკვევლობა და ასეთი შიში ხვალინდელი დღის წინაშე პროგნოზი როგორი გექნებათ ისე აი უშუალოდ აი ამ ახლო აღმოსავლეთის თემაზე კონცენტრირდით დღეს ასე ვთქვათ აი მართლაც თქვენ თქმის არ იყოს ტრამპი დღეში 7 ჯერ ამთავრებს უკვე ამომს უკვე დამთავრებული უნდა იყოს მის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებებით უკვე გამოსული უნდა იყოს ირანიდან და ირანი საერთოდ მიწასთან არის გასორებული მისი სიტყვებით მაგრამ ნუ ხედავთ რომ ნაჯორის დღესაც იყო ინფორმაცია რომ ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდეს ირანში რაკეტები აღარ აქვს ირანს დიდი ხანია უკვე მათი თქმით მაგრამ ესეთი რაღაცები ხდება დაიბომბა ახლო აღმოსავლეთში ბაზები გუშინ მოხდა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ რა პროგნოზი გაქვთ ამ საკითხზე ცოტა შოკი იყო საერთოდ ის მომენტი პირადად ჩემთვის რომ ნუ თუ მართლა ესე გაუცნობიერებლად გადაწყვიტეს სამნაბიჯის გადადგმა კაი ამერიკელებისგან შეიძლება არ გაგვიკვირდეს ეს რომ სხვაგან არიან ცალკე ნახევარწიფწეა და შეიძლება ბოლო-ბოლო ფიქრობს რომ დაუწყვეტიათ ერთმანეთი მერაშუაში ვარ გამოვალ ბოლო-ბოლო და იქით რა მოხდება არ მაინტერესებს მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ისრაელზეა საუბარი რომელსაც ალბათ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაზვერვის ანალიტიკური სამსახურები აქვს რანაირად მოხდა ესეთი რა ისრაელიც საკუთარ ბაბლში მოექცა რა დარწმუნებული ვარ იცით იმდენი იმხელა ფინანსები აი ამ დიდი საზოგადოების deep state-ზე რო საუბრობთ, ეს არის ზუსტად. არაბეთის ნახევარკუნძულზე ეს უზარმაზარი რესურსები, იქ ძალიან ბევრი ებრაული მმართველობა. ძალიან ბევრი არის. და ეს რო ნადგურდება, მარტო ის კი არ არის, რომ ის არაბებისას იმდენად კი არ ანადგურებენ. აი ეს ფინანსური მთელი საფინანსო საბანკო სისტემები ვისია, ხო? ფაქტიურად ისრაელი თვითონ ისრაელი ეს პატარა სახელმწიფო ამას რა თქმა უნდა ვერ შეეჭიდებოდა. აქ არის უზარმაზარი ქსელი მისი, აი ლობისტების, ფარველების და ასე შემდეგ და უზარმაზარი ფული. უზარმაზარი ფულით თავის ბაბლში მოექცა ჩემი აზრით.
ეს ის საზოგადოება, ვინც ამაზე წავიდა, ანუ ნეტანიაჰუ პირველ რიგში და თავის უძლეველობა თვითონ დაიჯერეს. ის რომ ჩვენ ამერიკა გვიდგას და აი ამ ხელამ მხარდამჭერები და პრაქტიკულად ნიუ-იორკში ვისი არის უპირატესი სიმდიდრეები და აკვირდით ფაქტიურად იმის განადგურება ხდება. და კიდე გაგრძელდება ეს ხო არ დამთავრდება. ძალიან დიდი საშინელი პროგნოზები ამ ხრივ. საერთოდ შეიძლება სოფლიო გლობალურ ქსელს შეექმნას. პრობლემა არ ვიცოდი რომ მაგალითად თურმე არაბეთის ნახევარკუნძულზე, დაახლოებით ვიცოდი, მაგრამ ამ ხელა მნიშვნელობა თუ ქონდა. იქ არის განთავსებული cloud, ანუ ღრუბელოვანი სისტემა, სადაც ინახება მთელი საინფორმაციო ბაზები. საიდანაც რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოფლიოში ინტერნეტის საერთოდ მუშაობისთვის. და ინტერნეტი თუ გაითიშა სამყაროში რა მოხდება, როდესაც არაფერი მე მაგალითად დიდი ხანია მაგას ინფორმაციებს ნახულობ და ვიცი რომ შეიძლება ეს ჩვეულებრივად მოხდეს. ამიტომ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს რომ საპანიკო არაფერი არ არის. ზუსტად აი ამ deep state-ი რაზეც ვსაუბრობთ. ანუ ის ვინც მართავდა სამყაროს ნამდვილად ესე იყო რა თავისი უზარმაზარი ფინანსური რესურსებით არა თავარი საფრთხე იმ პატარა ისრაელს კი არა აქვს აი ზუსტად მის წარმოიდგინეთ მასზე მიბმულ აი ამ ან იმათზეა მიბმული ისრაელი ან ისინი არის მიბმულები ყოველ შემთხვევაში იდეა არის ისრაელი და ეს არის უზარმაზარი ქსელი აი ამ ქსელს მიადგა საფრთხე ირანში მე მგონი ჯეფრი საქსი წერდა რომ ამბობდა რომ ეს რა ქვია ირანი გახდება ამერიკის ჰეგემონიის სამარეო ეს უკვე გასაგებია მაგრამ შეხედეთ ამ პატარა ისრაელს როგორც იდეას ხო აღთქმული მიწის იდეას და თუნდაც ის მესამე ტაძრის იდეას მიბმული არის მთელი აი ის ვთქვათ ელექტრონული ფინანსური და ტექნოლოგიური მთელი ეს ჯაჭვები. აი ამ ჯაჭვებზეა. აი მესამე მსოფლიო ომი ის არის, რაც მოხდება, თუ ეს არ შეაჩერეს. იცის ეს ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ რას აშავებს სინამდვილეში, თუ არ იცის. და ირანსაც ნახეთ რა ზუსტი სამიზნეები აქვს არჩეული. თითქოს პირველ Microsoft-ია და ისეთი Amazon-ის ასე ვთქვათ ინფორმაციული ბაზა დაიბომბა. კი ბატონო. აქ ამ შემთხვევაში ინტერნეტი რო გაითიშება, იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ კომუნიკაცია საუბარი არის, რა ვიცი, მსოფლიო ფინანსების 90% დღეს ხო ციფრულია. გლობალების განადგურებაზე. ოღონდ არა ფიზიკურად, არამედ მათი ფინანსების განადგურებაზე. აი როგორც ჩვენ ვამბობთ манипуляციას, ნახეთ, ყველას თავისი ბავშვობის ტრამების მიხედვით წამოსდებს აი ეს ანკესი და მოქმედებენ ზუსტად იმის სისუსტეზე. აი კოშეისულიო ძალიან მიყვარდა ეს ზღაპარეხა გამახსენდა რატომაც კოშეისული რო კვერცხში იყო, ჩიტი გაფრინდებოდა მე ისა და ბოლოს კვერცხში რო იყო და რომ აი სად არის ეს ზუსტად თითოეულის ყველაზე სუსტი წერტილი განადგურდება იქ სადაც ის არის და ირანი როცა ამას აკეთებს და უკვირდები ხვდები ნახე ეს აი ამ უხილავ აბლაბუდასა რომელსაც თავისი ცენტრები აქვს არა იმას ანადგურებს ანუ აქ არის უზარმაზარი ცივილიზაციური კი არა ორ სამყაროს შორის ანუ ნახეთ ეს სამყარო დასავლური ანგლოსაქსური დაესხა უნდა დამონება დამორჩით ჩინეთი როგორ გაჩუმებულია შეხედეთ იმიტომ რომ მისი საფრთხები ცოტათი შენელდა ახლა ამ შემთხვევაში და მთელი ცენტრი წამოვიდა ირანში და ირანში წყდება ჩემი აზრით დასავლეთის ანგლოსაქსური სამყაროს ბედი მე ასე ვიტყოდი არა იმდენად ისრაელის იმიტომ რომ სამწუხაროდ მათ ისე ხშირად მიაწოდებდნენ რომ აი ისრაელში ყველაზე მაგარი მკურნალობა ისრაელში ყველაზე მაგარი ექიმები არის ისრაელში თურმე იმ სასწაულებს აკეთხანდახან ისეთ რამეს წავიკითხავდი არ საერთოდ ამ სასწაულის დონეზე მაგრამ იმ ადამიანებს ამას აჯერებდნენ რომ აბსოლუტური დაცულია რომ საოცარი გუმბათი აქვს ხო ნახეთ რომ არა და ნეთანიაჰუ გამოდის და ამბობს რომ დღესო ჩვენგანო ის რა ქვია თავდაცვის საერთაშორისო თავდაცვის სისტემების იმდენი შეკვეთა გვაქვს მიღებული რა შეკვეთა გაქვს მიღებული ისევ თავის ხალხს აგიჟებს ის ნახეთ აი манипуляციამ რაქნა ის ხალხი დაარწმუნა რომ უძლეველები იყვნენ მე თვითონ დარწმუნდა რომ უძლეველები იყვნენ და საბოლოო ჯამში ეს წერტილოვანი დარტყმები მიდის მათ წყაროებზე ჩვეულებრივი წყარო სათავე წყარო ცისკარა რო იჯდა და წყალს რო არაძლევდა ხო აი იმ წყაროების განადგურება მიდის ჩვენ აი ამის ამ საოცრების მომსწრება ხანახან არ გვინდა ხოლმე და ალბათ დაჯერება ესეთი რაღაცების მაგრამ სამყაროს ისტორიაში ასეა მართლაც ხდება რაღაცა გარდამყრ მთელი ისტორია კაცობრიობის ხო ეს არის რომ რაღაც დონემდე მიდის შემდეგ
ყველა იმპერია წაიტეხავს ასე ხო ვთქვათ. და შეიძლება რა არის, იცით, შეიძლება იმას იმართოს ეს ველოდებით. მომენტია. შეიძლება იმას ველოდებით, რომ ხვალ არ იქნება სოციალური Facebook-ი არ იქნება, გაითიშება ეს და რითი გააგებინებენ ერთმანეთს. ან მე ძაღლები ძალიან მიყვარს, აი მართლა ძალიან მიყვარს რა. მაგრამ აი ეს კამპანია, ნუ ახლა გასაგებია რომ მართულია და ჩაგდებული არ არის. შემიძლია მართლა აი ვინც მისმენს ყველა მიცის. ძალიან მიყვარს ცხოველები და მე ცხოველებთან არნაირი პრეტენზია. არ გვიცხოვრია რომ ყოლო და ოჯახში ცხოველებზე გადაფეტიშებული ხარ არასდროს არ მეგონა ეგენი ნორმალურები და ეხა რას დღეს ხდება ჩემთვის არის მაგის მტკიცებული. მომისმენთ მათ მართლა ძალიან უყვარს, მეც ძალიან მიყვარს, ვერ წარმოვიდგენთ როგორ მიყვარს, მაგრამ რა იცით მართული არ უნდა გახდეს ზუსტად იმის გამო, რომ ეს შენ სულ წერტილად ჩაგითვალეს, ამიტომ არ უნდა გამართოს ვიღაცამ და იარაღად არ უნდა გამოგიყენოს ბრმა იარაღად, იმიტომ რომ ყურადღება გადაიტანოს სადღაც შენი ემოციით. ყველაზე მთავარი მანდ რა არის, იცით? ალბათ შეიძლება მოსახდენი მოხდება პროგნოზებს საუბრობდით, როდესაც არის ემოცია და როდესაც ჩემ ემოციაზე მოქმედებენ, სანამ მე ვიმოქმედებ, აი ამ შორის ცოტა დრო ავიღო, რომ აი აქ ჩავრთო გონება და დავფიქრდე. ემოციიდან ქცევამდე, აი ეს იყო აღქმების დრო, აღქმები მართავს. კი ბატონო, აღქმები მართავს, თუ ადამიანი არ გაიაზრებ, შეჩერდე ერთი წუთი დაფიქრდი. აი დააყოვნე რა აზრი, სანამ იმოქმედებ, აი შუაში ჩადე რაციო, გონება, იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ ემოციაზე. ფაქტებზე, გონებაზე არა. კანონი რუსულია. რატო? წაიკითხე არა. ანუ მას ფაქტები არ უნდა, ის ემოციაზე მოქმედებს. რუსულია ცუდია, მოჩა. ზუსტად ის არის, ასე ვთქვით, რომ აი ბრბოს არ აინტერესებს არც შინაარსი, არც არაფერი, უნდა მიიღოს დოფამინი. ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებზეც მიდის, ამიტომ აქ არის პირველი ის, რომ ემოციასა, აი მოვიდა ინფორმაცია, რომ რაღაც აშინელება მოხდა. მოდი ერთი წუთი შედეგი გაჩერდი, შორიდან შეხედე ფაქტები. მოძებნე და როგორც კი აი ამ შენ მოქმედებას და ამ მიღებულ მესიჯს საშინელებას შემძრავს დააშორებ ერთმანეთს და გონებას ჩართავ, манипуляციის მსხვერპლი აღარ გახდები რა. ეს არის ერთადერთი თავდაცვა. ანუ გააზრებისთვის პაუზა უნდა აიღო და მოძებნე ფაქტები. როგორც კი შენი გონება ჩაერთვება, შენ უკვე აღარ მოიქცევი. როგორც მისი იარაღი აღარ ხარ. უკვე ხარ ინდივიდი, ჩვეულებრივი ადამიანი მოაზროვნე და თუ ემოციით ეგრევე იმპულსურად იმოქმედე, პავლოვის ძაღლის ზუსტად ეს იყო ხო იმპულსი რეაქცია ხო თუ ისე იმოქმედე არა ზუსტად მაშინ ხარ იარაღი და მართული ხო ნო დიდი მადლობა კალბატონ მაია ძალიან საინტერესო საუბრისთვის გულწრფელად ესეთი საინტერესო გადაცემა მე მგონი კაი ხანია არ მქონია და მადლობას გადაგიხდით დიდი მადლობა თქვენ მე ძალიან მიყვარს თქვენთან მოსვლა და უდიდეს პატივს ყველა ჩემს რესპონდენტს დიდი მადლობა დაგემშვიდობებით კალბატონი მაია ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.